გამარჯობათ. დღეს მინდა გესაუბროთ ლოგიკაზე. თუ დავაკვირდებით ადამიანთა ურთიერთობებს, სატელევიზიო შოუებს, გადაცემებს, თავისი აზრის დასამტკიცებლად ადამიანები ყოველთვის ცდილობენ დამხმარეთ მოუხმონ ლოგიკას. აი ლოგიკურად დაამტკიცონ. მაშინ როცა ლოგიკა დგას სულიერ მდგომარეობაზე. რა სულიერი მდგომარეობაც აქვს ადამიანს, იმნაირივე ლოგიკა უვითარდება. ქრისტიანებს სხვა ლოგიკა გვაქვს. კაცი-ჭამიებს სხვა ლოგიკა აქვთ. მადლმოსილ ადამიანს სხვანაირი ლოგიკა აქვს. ქრისტიანი სხვანაირად ხედავს სამყაროს, როგორც არის და ცოდვების პროპორციულად ეს აღქმა მახინჯდება და ვითარდება ლოგიკა, რომელიც სინამდვილეში ძალიან არალოგიკურია. ღმერთმა თქვა, მე ვარ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებასთან მისვლა არ ხდება დისკუსიებით, პრესკონფერენციებით, არამედ რწმენით. ადამმა მიიღო ანტირწმენა. ეშმაკისგან მიიღო აი ესეთი შხამი. ეს იკურნება მხოლოდ ღვთის რწმენით. ლოგიკის ფასი კარგად ჩანს ხოლმე, აი როცა აფერისტებთან გვაქვს შეხება. დაგიმტკიცებენ ლოგიკურად, რომ ჟანგიანი მანქანა ჯობია ახალ მანქანას და წარბი არ შეუტოკდებათ. თუ გინდათ დაინახოთ რა არის ლოგიკური, რა არის სიმართლე, ვინ რაში გატყუებთ, ან იქნებ თქვენ ატყუებთ თქვენ თავს. სახარებით იცხოვრეთ, ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით, მოღვაწეობით, ეს დაგანახებთ სად არის ლოგიკა. ღმერთმა გაგახაროთ.